გულის ათეროსკლეროზული დაავადება. ფართოდ ცნობილი, როგორც გულის იშემიური დაავადება. რისკ ფაქტორები: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში მომატებული ქოლესტერინის მაჩვენებელი, სიმსუქნე, ადინამიური ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება, ასევე დატვირთული გენეტიკური ანამნეზი. გულის ათეროსკლეროზის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგი: ტიპიურ შემთხვევაში ტკივილი გულმკერდის არეში, სიმძიმე, მოჭერა, დისკომფორტი, ზეწოლა. ატიპიურ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გაურკვეველი დისკომფორტი, გულისცემის საჩქარება, ოფლტენა. მსგავსი სიმპტომების აღმოცენებისთანავე უნდა მივმართოთ კარდიოლოგს, რომ ჩატარდეს საბაზისო ინსტრუმენტული კვლევები: კარდიოგრამა, ეხოკარდიოგრაფია და ლაბორატორიული კვლევა კარდიოსპეციფიური ტროპონინის განსაზღვრა.